სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის, თითოეული წირვისთვის. სახარებაში არის ასეთი გამოავეთ ცოტა ხანი. სახარებაში არის ასეთი შემთხვევა აღწერილი, როდესაც ერთ-ერთი ფარისეველი სვიმონი მაცხოვარს თხოვს, რომ წავიდეს მასთან და მასთან ერთად პური ჭამოს. და მაცხოვარი მიდის და როდესაც სუფრასთან სხედან, მოვა ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ძვირფასი ნერსაცხებელი მოაქვს. და მაცხოვრის ფეხებთან დაიჩოქება, ესე იგი, პირის ცრემლით უსველებს ფეხებს, თავისი თმებით უმშრალებს, ძვირფას ნერსაცხებელს ცხებს და ეამბორება. ეს სვიმონ ფარისეველი თავის გულში ფიქრობს, რომ ეს რომ მართლაც წინასწარმეტყველი იყოსო, მიხვდებოდაო, როგორი დედაკაცი ეხება მის ფეხებს. რადგან ცოდვილია და მაცხოვარმა მისი გულის ფიქრები სააშკაროზე გამოიტანა და ასეთი რამ კითხა, რომ სვიმონ, ერთი რამე მაქვსო შენთან სათქმელიო და ბრძანე მოძღვარო. და მაცხოვარი უყურებს ამ დედაკაცს და სვიმონს ესაუბრება. აიო, შემოვედიო შენ სახლშიო და შენ, ესე იგი, წყალი არ მომეციო, რომ ფეხი დამებანაო. ამან კი თავისი ცრემლებით დამბანაო და თმებით შემიშრალო. არ მიამბორეო. და ეს კიდე არა დასცხრების ამბორის ყოფად ფეხთა ჩემთავ, ანუ მეამბორება არ გაჩერებულა. ზეთი არ ამცხეო, ამან კიდე ძვირფასი ნერსაცხებელი სწყო ჩემს ფეხებს. ანუ ამ სვიმონ ფარისეველს ისეთ რამეებს ეუბნება, აი დაახლოებით ესეთი რამე რო ეთქვა, რომ შენ სახლში შემოვედი და სკამიც კი არ მომიტანე, რომ დამჯდარიყავი და აი ესეთი რაღაცა ბუნებრივი, რაც ისედაც უნდა გაეკეთებინა ამ სვიმონს, რაღაცა განსაკუთრებულს კი არ ასწრებს. აი რაც უბრალოდ ისედაც უნდა, როგორც მასპინძელს სტუმრისათვის გაეკეთებინა, წყალი რომ მოეტანა სიტყვაზე დაელევინებინა წყალი. მანამდე ეკითხება, რომ შენ როგორ ფიქრობ, ერთ კაცო ორი მევალე ყავდაო და ერთსო 500 ემართაო და ერთ 50-ო. რადგან არ ქონდათო ორივე საპატიო. და შენ როგორ ფიქრობ, რომელს უფრო მეტად ეყვარებაო. და ვისაც უფრო მეტად აპატია, მას უფრო მეტად ეყვარებაო. და შემდეგ უყვება აი ამ ამბავს, რაც ამ დედაკაცთან დაკავშირებით თქვი და ამიტომ გეუბნევიო, მას უფრო დიდად მიეტევაო, რადგან დიდათაც შეიყვარაო. ის შეიძლება ცოდვილიაო და შენ მასთან შედარებით თითქოს უცოდველი ხარ, მაგრამ მან უფრო მეტად შეიყვარა უფალი ვიდრე შენ. და ეს იკითხება ხოლმე ღირსი დედის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე, როდესაც არის და აი დღეს არის მეხუთე კვირა დიდი მარხვიდან და სწორედ ეკლესია მის ხსენებას აღნიშნავს. პატარა გოგონა იყო მარიამი, როდესაც დატოვა თავისი ოჯახი, 12 წლისა იყო და წავიდა და ძალიან უზნეო ცხოვრებით ცხოვრობდა. მთელი 17 წლის განმავლობაში. იყო ასეთი შემთხვევა, რომ ესე იგი ეგვიპტიდან და ლიბიიდან ხალხი მიდიოდა იერუსალიმში ჯვრის თაყვანისცემად, დღესასწაულზე მიდიოდა და ისიც გემში მათთან ერთად ავიდა. ოღონ არა იმ განზრახვით, რომ მას სიწმინდეები მოელოცა, არამედ იმ განზრახვით, რომ გემზე მრავალი ადამიანი ეცდუნებინა. და შემდეგ თვითონ როდესაც უყვება ბერძოსიმეს, ამბობს კიდეც, რომ მიკვირს კიდეც, როგორ არ ჩაიძირა ის გემიო. ანუ ისეთი რაღაცეები გააკეთა ამან გემზე, ისე დავამძიმეო ჩემი ცოდვითო ის გემიო, მიკვირს კიდეც, როგორ არ ჩაიძირა. და ამ ყველაფერს რატო ამბობ ბერძოსიმეს უყვება მეთქე, ესე იგი, ეს ბერძოსიმე მას ჰქონდა ასეთი დიდი მოღვაწე იყო
მაგრამ აი ამ დიდი მოღვაწეების ერთ-ერთი საცდური ეს არის ხოლმე ამ პარტავნების, რომ მოვიდა ასეთი აზრები, რომ ნუ თუ არის კიდევ ვინმე ისეთი ადამიანი, ვისგანაც შეიძლება რამე ვისწავლო, ან ვინც უფრო მეტად მოღვაწეობს, ვიდრე მე მოღვაწეობ და ღვთისგან ეუწყა, რომ წასულიყო იორდანეს მდინარესთან მდებარე მონასტერში და მართლაც ადგა და წავიდა. იქ ნახა, მიიღო წინამძღვარმა, ნახა იქ ბერები როგორ მოღვაწეობდნენ და ამ ბერებს ჰქონდათ ერთი ასეთი წესი, რომ დიდი მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმი რომ არის ხოლმე პირველ კვირას, ყველანი ერთად ეზიარებოდნენ, მერე ერთმანეთს გამოემშვიდობებოდნენ და შედიოდნენ უდაბნოს სიღრმეში სამოღვაწეოდ და იკრიბებოდნენ ბზობის დღესასწაულზე, რომ კვლავ ზიარებულიყვნენ, ის ნების შვიდეული ერთად გაეტარებინათ და ასე შეხვედროდნენ აღდგომას. ოღონდ იქ ერთმანეთს არავინ არ უყვებოდა იმ დაახლოებით ერთი თვის, ერთი თვე და ერთი კვირის განმავლობაში ვინ რას მოღვაწეობდა, როგორ აკეთებდა. და სწორედ აი ამ დროს რომ გავიდა ბერი ზოსიმე უდაბნოში, იქ შენიშნა ადამიანის ლანდი, ესე იგი, რომ გამოეკიდა, მიხვდა, რომ იქ დიდი მოღვაწე იყო ვიღაცა, რომელმაც მას სახელით მიმართა. მამა ზოსიმე მან იცოდა, რომ ეს მღვდელი იყო, რომ ეს ბერი იყო, რომ ზოსიმე ერქვა. წარმოიდგინეთ, აი რამდენი 47 წელია უდაბნოში იყო მარიამ მეგვიპტელი. ისე უნდა რომ მეო დედაკაცი ვარო და ესე ვერ გეჩვენები, არც არაფერი არ მაქვსო, რომ შევიმოსო იმ მარხვისგან, მზისგან, ისე იყო თურმე ადამიანსაც ვერ მიამგვანებდი ბოლომდე, ესე იგი. იმდენად იყო ეს გამხდარი და შეცვლილი კანისფერი. შენი შესამოსელი მომეციო და მაშინ შევძლებო, რომ გეჩვენო და მართლაც ამის შემდეგ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, მოხდა მათ შორის ეს საუბარი და სწორედ მაშინ მოუთხრო, უკვე ასაკში შესული იყო მარიამ მეგვიპტელი, როდესაც ეს მოუთხრო მისი ცხოვრების შესახებ, თვითონ უყვება და ეს შემდგომში ჩაიწერა იერუსალიმის პატრიარქმა სოფრონმა. მანამდე ეს როგორც ჩანს, ესე ზეპირად გადაეცემოდა და იქეუბნება, რომ როდესაც ჩავიდნენ იერუსალიმში ჯვრის თაყვანისაცემად, ხალხი შედიოდა ტაძარში და თვითონ მარიამი ვერ შედიოდა. რაღაცა ძალა არ უშვებდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დაინახა და მას შესთხოვა, ესე იგი, ოღონდაც ახლა შეძლებოდა შესვლა და იმ სიწმინდეების მოლოცვა და მიატოვებდა ყველა ამ ცოდვას და სიწმინდით გააგრძელებდა ცხოვრებას და მართლაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით მართლაც ახერხებს, რომ შევიდეს სიწმინდე მოილოცოს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ეთქვის, რომ გადადიო იორდანეს გადაღმაო და იქ იპოვიო შენი სულის გადარჩენას. ტაძრიდან გამოსულმა ესე სამი ყური იყიდა და გადავიდა მდინარე იორდანის გადაღმა და წარმოიდგინეთ, ეს სამი ყური დაახლოებით აი 17 წლის მანძილზე მეტი არაფერი არ ქონდა, თვითონ როგორც უყვება. ნახევარი ყურიო მაშინვე შევჭამეო და ის ორნახევარი ყური პატარ-პატარა ნამცეცებით იკვებებოდა ამდენი ხნის განმავლობაში. ეს ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი გონებისთვის ძალიან ძნელია ამის წარმოდგენა. მერე იქ მცენარეთა ფესვებით და ნაყოფებით იკვებებოდნენ. აი თუ გაგონიათ მძოვარი ბერი რას ნიშნავდა? მხოლოდ ბალახეულით რო იკვებება, მეტი არაფერი. აი მძოვარი ბერი ამას ნიშნავს და სწორედ ასე ცხოვრობდა მარიამ მეგვიპტელი. იქ აღწერს, რომ ესე იგი მთელი 17 წლის განმავლობაში, ანუ რამდენი ხანით სწოდავდა, დაახლოებით იმდენი ხნის განმავლობაში, როგორც მხეცები, აი ეს ნებები ისე ებრძოდნენ. ახსენდებოდა ის სიმღერები, ის ღვინის დალევა, ის უწმიდორი ერთობები, წოდვები და როგორც მხეცები ესე ებრძოდნენ თურმე და მიწაზე დაემხობოდა, ღმერთს ევედრებოდა და როდესაც მამა ზოსიმე მივიდა, უკვე 47 წელი იყო გასული, რაც ის უდაბნოში იყო და სთხოვს მამა ზოსიმეს, რომ შემდეგ წელსო, როდესაც ბერები სამოღვაწეოდ გავლენო, შენო არ გახვიდეო,
აი ესე მართლმადიდებლობის ზეიმი რო დადგებოდა მე გავლენ შენ არ გახვიდეო თუმცა რომც მოინდომო მაინც ვერ შეძლებ გასვლას და დიდ ხუთშაბათსო აი ამა და ამ ადგილზეო მდინარე იორდანესთან შენ მოდიო და მე მაზიარეო სიწმინდეები წამოაგზავნე და მე მაზიარეო და მართლაც ესე მოხდა ელოდებოდა ერთი წლის გასვლას ვერი ზოსიმე და როდესაც დადგა დიდი მარხვა ეს შეუძლოდ გახდა და მართლაც ვერ შეძლო სამოღვაწეოდ გასვლა მაგრამ დიდ ხუთშაბათს აიღო მაცხოვრის უხსნელი სისხლი და ხორცი და გადავიდა მდინარე იორდანეზე და ესე იგი იქ აზიარა უпроსტად თვითონ კი არ გადავიდა მარიამი გადმოვიდა წყალზე ის ფიქრობდა რომ როგორ უნდა გადმოვიდეს ელოდებოდა მწუხრამდე ელოდებოდა ფიქრობდა რითი შეძლებს რომ გადმოვიდეს და აი როგორც მაცხოვარმა გაიარა ესე იგი წყალზე ასევე მარიამ მეგვიპტელი გადმოვიდა მდინარეზე და იქ აზიარა და უთხრა რომ ესე იგი ერთი წლის შემდეგ კვლავ მოდიო ჩემთან და ერთი წლის შემდეგ რომ მივიდა საოცარი ამბავი ხდება რომ მარიამს ნახავს იქ გარდაცვლილს და იქ აწერია ესე იგი როდის გარდაიცვალა და ის იყო გარდაცვლილი დაახლოებით ერთი წლის ანუ ისევ იმ დროს მივიდა და ხო დიდ ხუთშაბათს აზიარა საიდუმლოსერობის დღეს და ეწერა რომ აი ხუთშაბათს აღამოს პარასკევის დამდეგს აი ამ დროს იყო ის გარდაცვლილი მთელი ერთი წლის გარდაცვლილი ადამიანი იყო ისე როგორც ახალი გარდაცვლილი და რადგან მას არ შეეძლო რომ ის დაეკრძალა ქრისტიანული წესით გულისხმობ ფიზიკურად მიწის ამოთხას მოხუცებული კაცზე ეს ვერი ზოსინა ლომს თხოვა რომ ლომი მოვიდა თავზე დაადგა არ შეშინებია იმიტომ რომ ადამიანი როდესაც სიწმინდეს უახლოვდება და იმ მდგომარეობას რაც ადამიანს ჰქონდა სამოთხეში ცხოველები ის არ ეშინია პირიქით მათთან შინაურულად აი რამდენი წმინდანის ცხოვრებაშია ნათქვამი წმინდა სერაფიმ საროველის წმინდა პაისი ათონელის გერასიმე იორდანელის ცხოვრებაში აი ამ შემთხვევაშიც და თვითონ ლომს თხოვა რომ გაეთხარა ხო ხედავ რომ მე უძლური ვარო და აი მომეხმარეო რომ გავთხარო საფლავიო და მართლაც ლომმა გაათხრევინა ეს საფლავი და ასე მოხდა წმინდა მარიამის დაკრძალვა ასე იგი. სწორედ მასთან დაკავშირებულია მე ხა ძალიან მოკლედ მოვყვებით თქვენ შეგიძლიათ ცლად წაიკითხოთ ბევრ საოცარ რამეს აღმოაჩენთ აი როგორ იცოდა წმინდა წერილი სახარება როგორ იცოდა მათ მონასტერში არსებული წესი ხო ეუბნება რომ მოგბერები რომ სამოღვაწეოდ გავლენ შენ ვერ შეძლებ გასვლას საიდან იცოდა ეს მათი ცხოვრების წესი წმინდა წერილი ზედმიწევნით საიდან იცოდა საუბარში სახარებიდან მაგალითები მოყავს სხვადასხვა ციტატები მოყავს წარმოიდგინეთ 12 წლამდე ამას ვერ შეძლებდა 12 წლის შემდეგ კიდე ამისთვის არ ეცალა ნამდვილად მაგრამ აი იქ უდაბნოში მოღვაწეობამ ყოველგვარი იმ წიგნის გარეშე ღმერთმა ასწავლა ეს მაგრამ ეს მარიამს ასწავლა ეს და ჩვენ უნდა გადავშალოთ წიგნი ყველას ესე კი ვერ გვასწავლეს და წიგნი უნდა გადავშალოთ იქ თაროზე როდეს და პერიოდებს და ზოგჯერ აღარ ჩანს რა წიგნია სახარება თუ მოთხრობები უნდა გადავწმინდოთ ის წიგნი უნდა გადავშალოთ და უნდა ვეცადოთ რომ იმის მიხედვით მოვიქცეთ და სწორედ მაცხოვარმა აი ასეთ ადამიანებზე თქვა რომ ვისაც მეტი მიეტევა მეტათაც შეიყვარა წარმოიდგინე როგორ შეიყვარა მარიამ მაგდალინელმა უფალი 47 წელი განმარტოებით უდაბნოში ყოველგვარი ადამიანური ნუგეშის გარეშე დღე თან როგორ არის დღე ძალიან ცხელა გაუსაძლისია ღამე კიდევ ძალიან ცხელა ჩვენ შეიძლება სამწუხაროდ აი უნდა დავფიქრეთ აბა ჩვენ რას ვითმევთ ქრისტეს გულისთვის იმისათვის იმ მადლიერების გამო რაც ჩვენ ღვთისაგან ცოდვა მოგვეტევა აი რას ვითმევთ იმის გამო უბრალოდ ამაზე უნდა დავფიქრეთ ჩვენ აღმოვაჩენთ რომ შეიძლება ჩვენ ისინი ვართ ვისაც 50 ემართა და აპატიეს მაგრამ ჩვენ არ გვიყვარს და ვიღაცისგან ჩვენ რო თიც გავიშორთ რომ აი ნახე ეს როგორი ცოდვილია და შეიძლება მას ყველაზე მეტად უყვარს ის ყველაზე მეტად ახლოს არის ღმერთთან და ჩვენ რომლებიც ვფიქრობთ რომ ისეთი არაფერი არ შეგვიცოდავს აი თავი მოგვაქვს რაღაც სხვაზე უკეთესი გონია სხვა ზემოდან უყურებთ
და დღევანდელ სახარებაში როგორ ეწერა რომ ვისაც პირველობა უნდაო ყველას მონა ის იყოს ყველას მსახური ის იყოს ჩვენ თუ გინდა რომ დიდი იყო ღვთის წინაშე და ადამიანებთანაც უნდა ყველას ემსახური რაც უფრო მეტად შეგიძლია თავი დაიმდაბლო მით უფრო დიდი ხარ ადამიანების წინაშე და ღვთის წინაშე მე ადრე მოგიყევით ერთი ასეთი შემთხვევა იყო რაც ჩვენი ახლობელი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და მე და ერთი ჩვენი მეგობარი მივედით ერთ-ერთ ექიმთან თავად ის ადამიანი ვერ მივიყვანეთ ესეთი მდგომარეობა ჰქონდა და უხსნიდით ამ ავადმყოფის შესახებ და იქ ექიმს უთხრა იმ ჩვენმა მეგობარმა რომ სახელს არ დავასახელებ დეიდათი მიმართა ესე არა და ესეთი პატივსაცემი ქალბატონი ახლა სახელი და გვაიროთ ყველა მიხვდებით მაგრამ აბა ან თქვენ რას გარგებთ და მე ცოდვაში უნდა ჩავარდა უბრალოდ მიდგომას ვამბობ თორე კონკრეტულ ადამიანზე კი არა დეიდა ესა და ესაო და რაღაცას უყვება და მომთხარ რომ დეიდა არაო ქალბატონი ესა და ესაო და სამწუხაროდ არ ვიცი ჩემ შიგნით ესეთი რამე მოხდა რომ ის აღარც ქალბატონი იყო და აღარც დეიდა არ იყო ორივე დაკარგა რა ეთქვა ხო შვილო თან როგორ მივედით ის კი არ იყო ქორწილი კი არ იყო და კი არ ვეპატიჟებოდი ბიჭირდა და ესე მივედით ეგრე არ იყო შეწუხებულები მივედით როგორც მუგეში ესე მივედით მასთან და იმან თქვა რომ ქალბატონი ესე და ესე ეგ მას გონია რომ ქალბატონი ვეღარ იყო ის ჩვენს თვალში ქალბატონი და იმიტომ ვამბობ რომ რაც უფრო დაიმდაბლებ თავს მას რო ეთქვა რომ ხო შვილო აბა როგორ არის ესე და ესე ის მართლაც იქნებოდა ქალბატონი რაც უფრო მეტად შეძლებ რომ თავი დაიმდაბლო სხვას მოემსახურო არ ითაკილო რაღაცა აი ოჯახში დაუშვათ აი სიტყვაზე აი ბავშვები არიან ხო რაღაცაა გასაკეთებელი ცოტა საძნელო რო იტყვი რომ მოდი მაგას მე გავაკეთე აი მაშინ ხარ პირველი ჩვენ ყველას გვინდა პირველობა მაგრამ პირველი თუ იქნები იმაში რაც საძნელო საქმეა მაშინ მართლაც პირველი იქნები თუ დიდი ნამცხვარია შესაჭმელი იქ ბოლო უნდა იყო ესეც სახარებისეულია როგორ არის რო დაგპატიჟებენო უკანასკნელი ნაწილი ამოარჩიეო რო იტყვი რომ მოდი ჯერ თქვენ გადაიღეთ რაც მოგეწონებათ მე რაც დარჩება მაშინ შეიძლება ჯერ შენ გადმოგიღო ეგ იქნება და შენ თუ იჭიდავ რომ არა მე ეს მინდა გეტყვიან არა შვილო ეგ სხვისთვის არის გათვალისწინებული დავღვერილი და წრემლიანი მიუძდები შენს პატარა ნაჭერს ესე იგი და აღარ დგესი ამოვნება იმიტომ რომ სხვამ დიდი შეჭამა განა იმიტომ რომ გემოს ხანაერი აქ ამას ვიდრე იმას აი სხვამ რომ დიდი შეჭამა ეგ გემოს უკარგავს შენს ნაჭერს და პაისი ათონელი როგორ ამბობს შენ თუ ქრისტეს გულისთვის გემრიელის ნაცვლად უგემოს აირჩევ მაშინ ამ უგემურის მეშვეობით დატკბები ქრისტეთი შენ ქრისტე დაგატკბოს რომ შენ სხვას დაუთმე ის და შენთვის პატარა აირჩი მაგრამ შენ თუ ჭიდაობ რომ მე დიდი მინდა აღარც პირველი აღარა ხარ აღარც გემო აღარა შენ შინაგანად არანაირ სიხარულს არ აგზნობ და ესეც არიელი მარტო მართლა ნამცხვარი ხო არ არის ეს ნამცხვარი ზოგადად თორე ნებისმიერი რამე ცხოვრებისეული ჩვენ თუ მართლაც პირველობა გვინდა აი მოვთხოვოთ ჩვენს თავს რომ ყველაზე ბოლო იყოთ ყველას მოეფერო ყველას ემსახურო ყველას შენ გაუგო სხვისგან კი არ მოინდომო რომ მე ვერ მიგებენ მე არ უყვარვარ შენ შეიყვარო შენ აპატიო შენ მოუთმინო შენ დაეხმარო აი ქრისტიანი ესე იქცევა დიდი ესე იქცევა ვინც პირველია ნამდვილად ესე იქცევა და ქრისტე ესე მოიქცე აბა სახარებაში სადმე წერია რომ ქრისტეს ეთქვას რომ ესენი მე ვერ მიგებენ ამათ მე არ უყვარვარ ესენი არ მეხმარებიან ეგეთ რამეს ვერ ნახავ არამედ თავად მოვიდა ღმერთი ადამიანად და ადამიანების სიყვარულის გამო ჯვარს ეცა და ჩვენ ეს გზა გვასწავლა ეს არის ქრისტიანობა ხოდა იმიტომაც აი თვითონ დაიმდაბლა თავი თვითონ მოკვდა ჩვენთვის რათა ჩვენთვის სიცოცხლე მოენიჭებინა
თუ ადამიანს უნდა რომ ქრისტიანი იყოს თავისი ცხოვრების წესით, აი უნდა ეცადოს რომ ესე გააკეთოს. ჩვენ თითოეული უნდა ვეცადოთ. შეიძლება დღეს ამას ვერ ვაკეთებ, ვერც მე და ვერც თქვენ, ან შეიძლება ვიღაცა აკეთებს და არც ჩანს. მერტმა უშველოს თუ მართლაც აკეთებს და არც ჩანს. ის თავის დროზე აუცილებლად გამოჩნდება. არავისი არ დაიკარგებს. მაგრამ ჩვენ შეიძლება ვერ ხედავდეთ, ან იქნება არც არის საჭირო რომ დავინახოთ. მით უმეტეს არ არის საჭირო რომ თავად თქვას რომ მე ამას და ამას ვაკეთებ. მაგრამ არ არის დაფარული რომელიც არა გამოცხადდეს, რომ არ გამოჩნდეს. არც ის არ დაიმალება თუ იმას გულში პირველობა აქვს და ესე იგი ყველას ზემოდან დახურებს. არც ის დაიმალება თუ იმას მართლაც პირველობა უნდა და თავის გულში ყველას თავისზე უპირატესად წარმოიდგენს. არც ეს არ დაიმალება საბოლოო ჯამში. შეგვეციოს წმინდა დედის მარიამ მეგვიპტელის მეოხება ღვთის წინაშე და მისი ცხოვრება თითოეული ჩვენთაგანისთვის, თითოეული ცოდვით დაცემული ადამიანისათვის არის დიდი მაგალითი იმისა, რომ ღმერთი ყველას შეიტყობს, ყველას შეიწყნარებს, ყველას აპატიებს და ყველას აცხონებს აი ამ სინანულით. ჩვენ მოგვიახლოვდა ხარების საუფლო დღესასწაული. საღამოს 4 საათზე იქნება სადღესასწაულო ლოცვა და ღამით 12-ის ნახევარზე იქნება წირო. მე შეგახსენებთ, რომ პირველ საათზე არის დაგეგმილი შეხვედრა, საუბარი, გაკვეთილი ესე რომ ვთქვათ, გალობასთან დაკავშირებით. გალობლებსაც, მრევლსაც, პურის მცხოვრებლებსაც, ექიმებსაც თუ ინჟინერებსაც ყველა შეგიძლიათ დაესწროთ ესე იგი და მოусმინოთ და სარგებელი მიიღოთ თუ ამის სურვილი გექნებათ. ჩვენთან არის ღმერთი.